თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს სახელმწიფო სტიპენდიას 60-ის ნაცვლად 98 სტუდენტი მიიღებს. დადგინდა სპეციალური კრიტერიუმები, თუ რის მიხედვით დაენიშნებათ მათ სტიპენდია. შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრის განცხადებით 2024 წლიდან საქართველოში გაორმაგებულ სტიპენდიას 2500-ის ნაცვლად 5000 სტუდენტი მიიღებს. სტუდენტების რაოდენობა ჩვენთან გაზრდილია, 98 სტუდენტი იღებს. გასულ წლებში 60-ში იყო, ახლა 98. მოგახსენებათ, რომ მთავრობის დადგენილებით ეს სტიპენდია გაორმაგდა. აქამდე თვეში სტუდენტი იღებდა 150 ლარს და ეს იყო 5 თვის მანძილზე, ეხლა იღებს 300 ლარს. ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ ეს აძლევს мотиваციას აქტიურად ჩაერთოს სხვადასხვა სტუდენტურ ღონისძიებებში, რადგან თითოეული მისი აქტივობა საბოლოოდ განსაზღვრავს სტიპენდიას. სტუდენტის სტიპენდიას. აქ სტუდენტი იღებს სტიპენდიას, კრიტერიუმები გვაქვს შემდეგი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყურადღება ექცევა აკადემიურ მოსწრებას და ამის შემდეგ ხდება კონფერენციაში მათი მონაწილეობა. მათი მონაწილეობა სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში, რასად, როდის, შემოქმედებითი ღონისძიებებში მონაწილეობა, ასევე სპორტული აქტივობები. ესენი ნაკლებად იყო ხოლმე ადრე გათვალისწინებული, ახლა პირდაპირ დადგენილებით გათვალისწინებული. ასევე თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა აქვს სოციალურად დაუცველს მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს.